10 დღე ვიბრძოლეთ და საკმარისია. პირველად აშშ-სა და ირანის უწყვეტი ორმხრივი დაბომბების ამ 10 დღეში მაგიდაზე გაჩნდა ახალი წინადადება, რომ კვლავ შეჩერდეს ეს ომი. ეს წინადადება ირანისგან წამოვიდა, მაგრამ ამერიკელებისთვისაც ის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. posrednikiem კატარმა, ეგვიპტემ, პაკისტანმა და ომანმა დღეს აშშ-სა და ირანს 10 დღიანი ზავის გეგმა გადასცეს. აქ ჩნდება მთავარი კითხვა. თუ 10 დღიანი ორმხრივი დარტყმების შემდეგ მხარები მაინც ვერაფერს მიაღწიეს, არც ერთი მხარე არ გათხოვდა და არც არავინ იხევს უკან, საერთოდ რისთვის არის საჭირო ეს ზავი და რას შეცვლის ის. განა ეს არ ახანგრძლივებს მთელ კრიზისს კიდევ უფრო მეტად. ბოლოს და ბოლოს სულ გუშინ ირანმა პირდაპირ განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეს არ დათმობს, როგორც არ უნდა სურდეს ეს ტრამპს და როგორც არ უნდა ახდენდეს მათზე ზეწოლას. გახსენებთ, რომ ივნისში უკვე მოაწერეს ხელი ერთ მემორანდუმს. როგორ დასრულდა ყველაფერი, ყველამ ვიცით. მაგრამ რაც თავარია, ეხლა პრობლემები მხოლოდ ირანს აღარ აქვს. ამერიკის შეერთებულ შტატებს 2 კვირის განმავლობაში თითქმის 100 სამხედრო ჰყავს დაჭრილი. 3 ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო არმია, როგორც ირკვევა, ფიზიკურად გამოფიტულია. ამაზე უკვე ხმამაღლა საუბრობს ამერიკული პრესა, რომელიც ასე არ უყვარს დონალდ ტრამპს. მოდი დეტალურად განვიხილოთ, რა მოხდა ბოლო დღე-ღამეში ახლო აღმოსავლეთში და რა არის ეს ახალი მემორანდუმი. სამშვიდობო წინადადება და იქნება თუ არა ზავი მაინც 10 დღით. მე მქვია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს არხი, რადგან ჩვენ მივიწევთ 300,000 გამოწერისკენ. მადლობელი ვიქნები პირადად თქვენი გამოწერისთვის. აქ თითოეული გამოწერა ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ ახლო აღმოსავლეთში ზუსტად 10 დღეა, რაც ორმხრივი დაბომბები მიმდინარეობს. და ახლა აშშ და ირანის შუამავლების მეშვეობით კვლავ განიხილავენ ახალ ზავის წინაადებას. ამაზე პირველად ჟურნალისტმა აქსიოსთან ბარაქ რავიდმა განაცხადა, მას ნამდვილად საუკეთესო წყაროები ყავს რეგიონში და მეჯერ არც ერთხელ არ დამიჯერია ის ტყუილში. მისი ინფორმაციით რეგიონალურმა შუამავლებმა აშშ-სა და ირანს 10 დღიანი ზავის წინადადება გადასცეს. ორი წყარო რეგიონში, რომლებიც უშუალოდ იცნობენ პროცესს, ადასტურებენ ამ ინფორმაციას. რა კონკრეტულად არის ახალი ზავის გეგმაში? და აი ყველაზე უცნაური ამ მომენტისთვის ისაა, რომ ეს ზავი უცებ, იცით, თითქოს თავზე დაგვეცა. ზავი ითვალისწინებს არა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტას, არამედ ჰორმუზის სრუტის გავლით საზღვაო მიმოსვლის არდგენას. ასევე გრძელვადიანი შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას. მიზანია ვაშინგტონსა და თეირანს მიეცეთ ახალი სივრცე, რათა გადაარჩინონ დაშლილი ურთიერთგაგების მემორანდუმი. მაგრამ საქმე იმაშია, რომ მხარეებმა ეს ყველაფერი უკვე დაიარეს და მაინც ვერაფერს მიაღწიეს. რა შეიცვალა ეხლა, რომ ისევ გამოაცხადებენ ზავს და სად არის გარანტია, რომ ის არ ჩაიშლება? პროექტში არის ცალკე დეტალიც სადავო საკითხზე ჰორმუზის სრუტის გავლაზე გადასახადის შესახებ. და ერთ-ერთი იდეაა, რომ ეს გადასახადები გადაირიცხოს ერთობლივ ფონდში, რომელსაც საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მონაწილეობით მართავდნენ. ანუ უკვე აღარ განიხილება საკითხი, რომ გადასახადების ამოღება საერთოდ არ შეიძლება. არა, განიხილება როგორ გაკეთდეს ეს ისე, რომ გვერდი აუარონ საერთაშორისო სამართალს, რომელიც ამას პირდაპირ გრძალავს. ანუ ირანმა აქ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. ირანმა ომის დაწყებისთანავე განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში გავლაზე ფულს აიღებდა. დონალდ ტრამპი ამტკიცებდა, რომ ამას ცხოვრებაში არასდროს დაუშვებდა. საბოლოოდ მხარეები განიხილავენ, როგორ ამოიღონ ფული გამვლელი გემებიდან. როგორც ჩანს, რეგიონში ამასთან შეგუებულები არიან, რადგან მიხვდნენ, რომ დონალდ ტრამპმა ეს ომი წააგო და ვეღარაფერს შეცვლის იმაში, რომ ჰორმუზის სრუტე ფასიანი იქნება. ახალი ზავის წინადადების მთავარი ავტორები არიან კატარის პრემიერ-მინისტრი მოჰამედ ბინ აბდულ რაჰმან ალ-თანი, კატარის ემისარი ალი ალ-ტავადიმი, პაკისტანის არმიის შტაბის უფროსი ფელდმარშალი ასიმ მუნირი და ირანის მინისტრი. ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი ბადრ აჰმედ აბდალ ათი. დამატებით სხვა წყაროების მიხედვით შუამავლობაში ჩართულია ომანიც, რომელიც შეგახსენებთ მთელი ომის განმავლობაში მერყეობდა. ხან ამერიკელებთან იყვნენ, ხან ირანელებთან, მერე ისევ ამერიკელებთან, შემდეგ კი ნეიტრალიტეტი გამოაცხადეს. მაგრამ როცა ირანის მხრიდან ისევ რაკეტები დაუშინეს, მაშინ შუამავლები გახდნენ. მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს ზავის წინადებაც კი არ არის მშვიდობის გარანტია. ეს მხოლოდ ერთ-ერთი გზაჯვარედინია. აი გამოცემა აქსიოს პირდაპირ წერს, რომ ტრამპს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, რადგან მის წინ ორი ურთიერთგამომრიცხავის სცენარია. პირველი ვარიანტია წავიდეს ახალ 10 დღიან ზავზე
რათა ხელახლა გაიხსნას ჰორმუზის სრუტე. თუმცა ცოტა ხნით რომ ბაზარზე გამოვიდეს ნავთობის გარკვეული ნაწილი, რადგან ფასები მართლაც სწრაფად იზრდება. მეორე ვარიანტია დაიწყოს მასშტაბური ერთობლივი სამხედრო კამპანია ისრაელთან ერთად, რათა თეირანი იძულებული გახდეს კაპიტულაციაზე წავიდეს. ორივე გზა აშეცეშუმ უკვე სცადა და როგორც ხედავთ, არც ერთმა ვარიანტმა შედეგი არ გამოიღო. აი აქ არის მთავარი შეფასება, რომელსაც აქსიოს აკეთებს. ოფიციალურ პირები მიიჩნევენ, რომ მომდევნო რამდენიმე დღე განსაზღვროს, რომელი გზა გაიმარჯვებს. სივრცე ამჟამინდელი დამღლელი უსასრულო კონფლიქტისთვის, რომელიც პარალიზებას უკეთებს სპარსეთის ყურეს, თითქმის აღარ დარჩა. ანუ ან ზავი, ან დიდი ომი. ხოლო ეს მხიფე მდგომარეობა, როცა არც მშვიდობაა და არც ომი, რაც ეხლა მიმდინარეობს, სულ უფრო ნაკლებს აწყობს. ნიშნულოვანია, როგორ იქცევა ამ სიტუაციაში დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია. აქსიოსის მონაცემები თეთრი სახლის სწავლობს ამ წინაადებას და ამავდროულად მოუწოდა ისრაელს თავი შეიკავოს ისეთი ნაბიჯებისგან, რომლებიც შეიძლება დიპლომატიის ფანჯარას დახურავდეს. მაგრამ ამასთან ერთად, ვაშინგტონი ემზადება იმისთვისაც, რომ მოლაპარაკებები შეიძლება ჩავარდეს. ბოლო დღეების განმავლობაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რეგიონში გადაიყვანა ათეულობით გამანადგურებელი და საწვავის შემსები თვითმფრინავი, რათა კონცენტრირებულიყო ძალები, რომლებიც სერიოზული ესკალაციისთვის არის საჭირო. ტრამპის ადმინისტრაციის წყარომ პირდაპირ განაცხადა, რომ მხარეები აგრძელებენ დიალოგს, მაგრამ ვაშინგტონი აპირებს ირანს დაარტყას იმდენჯერ, რამდენჯერაც ტრამპი საჭიროდ ჩათვლის. ანუ როგორც ამბობენ, ტრამპი ერთი ხელით ზავის შესაძლებლობას სწავლობს, ხოლო მეორე ხელით მასიურ ოპერაციას ამზადებს. და ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა. მხარეებიდან ერთმა დოკუმენტი არ მიიღო. და აქ ჩნდება კითხვა, ვის უფრო სჭირდება ეს ზავი? ამერიკის შეერთებულ შტატებს თუ ირანს? რადგან პრობლემები მხოლოდ ირანს არ აქვს. პენტაგონმა ორშაბათს ოფიციალურად აღიარა, რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში ირანთან ომში თითქმის 100 ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურე მიიღო დაზიანება. პენტაგონის ოფიციალურად წარმომადგენელმა შონ პარნელმა დაწერა, ციტატა: 7 ივლისიდან თითქმის 100 სამხედრო მოსამსახურე მიიღო სხვადასხვა ხარისხის ტრავმული ტვინის დაზიანებები. 96 უკვე დაბრუნდა სამსახურში მაშასადამე. მისი თქმით, უმრავლესობა დაზიანებებისა არის მსუბუქი ტვინის შერყევა. მაგრამ სამწუხაროდ არიან დაღუპულებიც. ირანის თავდასხმამ იორდანიაში მდებარე სამხედრო ბაზაზე 2 ამერიკელი სამხედრო მოკლა. მათი ცხედრები დღეს ამერიკაში დახვდნენ. ვაშინგტონმა დღეს პირველად დაასახელა მათი სახელები. ეს არის რიგითი იზაბელა გონსალესესი. ის მხოლოდ 19 წლის იყო. და პირველი ლეიტენანტი ტაილერ ჯეიმს ფიჰანი, 25 წლის. კიდევ 4 ადამიანი ევაკუირებული იქნა იორდანიაში მდებარე ჰოსპიტალში. მოგვიანებით ისინი გაწერეს. ასევე დღევანდელი მონაცემებით ეს არის 15 და 16 ამერიკელი სამხედროების დაღუპვა მიმდინარე ომში ირანთან. გარდა ამისა, ამ დროისთვის არ არსებობს ინფორმაცია აშშ-ის არმიის უგზო-უკლო დაკარგული ჯარისკაცის შესახებ, რომელიც ირანის იორდანიაზე თავდასხმის დროს გაუჩინარდა. საინტერესოა ის, რომ თავიდან ამერიკელებმა ამის შესახებ განაცხადეს. შემდეგ კი საერთოდ შეწყვიტეს ამ თემაზე კომენტირება. ამავე დროს Washington Post-ი წერს, რომ ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყარომ განაცხადა, რომ აშშ გეგმავს სამხედრო კამპანიის გაფართოებას, მაგრამ არმიის შესაძლებლობები ძალიან შეზღუდული. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა რეგიონში, ამოწურულია შორმანძილზე მოქმედი რაკეტებისა და საჰაერო თავდაცვის ჩამჭერების მარაგები. და ეხლა სამხედროები უკვე პრესაში ინფორმაციას ჟონავენ. ისინი შიშობენ სცენარს, როდესაც თეთრი სახლი სრულად ვერ აცნობიერებს ამ პრობლემის მასშტაბს, როდესაც ოპერაციებს გეგმავს. სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის თავდაცვისა და უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი სეთ ჯონსი მიიჩნევს, რომ სახმელეთო ოპერაციის დაწყება უზარმაზარი შეცდომა იქნებოდა. შემდეგ მისი ციტატა: ამერიკული ძალები მოწყვლადია ირანული შორმანძილზე განხორციელებული დარტყმების მიმართ და არ გააჩნიათ რესურსები. ასეთი კამპანიისთვის, ანუ ხმაურიანი მასირებული ოპერაციის მუქარის უკან დგას არმია, რომელსაც როგორც მისი წევრები ამბობენ, არ ყოფნის საბრძოლო მასალა და ჩამჭერები. მაგრამ სანამ ზავის გარშემო ვაჭრობა მიმდინარეობს, დაბომბვები არ წყდება. სამშაბათზე გადასულ ღამეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე მეათე დარტყმების სერია მიაყენა ირანს. ცენტრალური სარდლობა ფორმულირებას არ ცვლის და ყოველ ღამეს თითქმის ერთსა და იმავეს წერს. ციტატა: დარტყმების მიზანია კიდევ უფრო დაასუსტოს ირანის სამხედრო შესაძლებლობები, რომლებიც გამოიყენება კომერციულ გემებზე თავდასხმისთვის ჰორმუზის სრუტეში.
აფეთქებები ირანული სააგენტო ფარსის ინფორმაციით კვლავ ისმოდა პორტულ ქალაქ ბენდერ აბასში და კეშმის კუნძულზე. ორივე მდებარეობს ჰორმუზის სრუტეზე და მუდმივად ხდება აშეთეშის დათმოების სამიზნე. ირანიც არიხევს უკან. ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსმა განაცხადა ამ ღამით რაკეტებისა და დრონების ახალი ტალღის შესახებ. ქუვეითმა განაცხადა, რომ ირანული დრონებისა და რაკეტების გადაჭერა მოახერხა. ქვეყნის არმიამ დაწერა, რომ ეწინააღმდეგება ირანის კრიმინალურ აგრესიას და მოსახლეობას სთხოვს დაიცვან უსაფრთხოების ზომები. იორდანიამ ორშაბათ საღამოს 3 ირანული რაკეტა ჩამოაგდო. ირანის ცნობით ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსმა ბაჰრეინში შეიხისას ავიაბაზაზე დაარტყა. ასევე განაცხადეს, რომ ბაჰრეინში ამაზონის კომპანიის მონაცემთა ცენტრალურ ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს დარტყმა. ცალკე თემა ჰორმუზის სრუტე და გემები. დიახ, ირანი აგრძელებს გემების იძულებით გადაყვანას საკუთარ მარშრუტზე. ირანის ხელისუფლება მოითხოვს, რომ გემებმა სრუტეში გასვლამდე ნებართვა აიღონ და მხოლოდ ჩრდილოეთ მარშრუტით ირანის წყლებში იმოძრავონ და არა სამხრეთის ომანის სანაპიროს გასწვრივ. ბოლო დღეღამეში ომანის სანაპიროსთან ჯურვები მოხდა 2 ტანკერს, რომელსაც მართავს ბერძნული კომპანია დინაკომი. კიდევ ერთ ტანკერს, გავრცელებული ინფორმაციით, ომანის სანაპიროსთან თავდასხმისას ხრელი გაუჩნდა. ანუ ირანი თავხედურად ესვრის გემებს, რომლებიც ომანის სანაპიროსთან გადიან, მოითხოვს, რომ ისინი მხოლოდ მის სანაპიროსთან გაიგარონ და ასე შეჭი ამ ეტაპზე ვერ ახერხებს ამ გემების დაცვას. და სწორედ აქ არის შეუსაბამობა, რომელიც ხსნის, რატომ არის საერთოდ საჭირო ზავი, მიუხედავად ორივე მხარის ასეთი მებრძოლი რიტორიკისა. ერთი მხრივ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ არ შეასრულებს ივნისში აშშ-თან გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს, მას შემდეგ რაც ვაშინგტონმა მათი თქმით დაარღვია ის. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბაღაიმ ადრე განაცხადა, რომ თეირანი მოლაპარაკებებს არ გეგმავს და ახლა მთლიანად ომზეა კონცენტრირებული. მეორე მხრივ ირანი გავრცელებული ინფორმაციით ამტკიცებს, რომ ვაშინგტონთან დიპლომატიური არხებით კავშირი შენარჩუნებულია. და თანაც ამის შესახებ პირველად ირანელებმა განაცხადეს. ანუ საჯაროდ ისინი აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, მაგრამ ფაქტობრივად საკომუნიკაციო არხები ღია და შუამავლები წინადადებებს აქეთ იქით დაატარებენ. და დღეს ბოლოს და ბოლოს ამ წინადადებამ რაღაც ფორმა მაინც მიიღო, ადრიანი ზავი. ეს კლასიკური ირანული ტაქტიკაა სხვათა შორის. მკაცრი რიტორიკა საჯაროდ, მაგრამ მოლაპარაკებისთვის კარი ღია რჩება. პლუს ირანი მშვენივრად ხვდება, რომ მისი ძალებიც არ არის მარადიული. და საჭიროა მოლაპარაკების მცდელობა, სანამ მათ კიდევ რაღაც ძალა დარჩათ. ეხლა კი მთავარი კითხვა, რომელიც ალბათ ბევრს გაუჩნდა. რისთვის არის ეს ახალი ზავი? თუ ბრძოლებით მაინც არაფერი გადაწყდა. ანუ რა აზრი აქვს? ანუ 10 დღე დარტყმები. არიან დაღუპულები, ასობით დაჭრილი ორივე მხრიდან და ფაქტობრივად ფრეა. ირანი არ დანებდა, აშშ-მ ძალით არ გახსნა ჰორმუზის სრუტე. მაშინ რატო უნდა შეჩერდნენ 10 დრით, რომ მერე ისევ 10 დრის შემდეგ განაახლო შეტევები? ყველაფერი სინამდვილეში ცინიკურია. ორივე მხარისთვის ეს მარადიული ომი აღარ არის მომგებიანი. ზუსტად იმიტომ, რომ ეს ომი არაფერს წყვეტს, მაგრამ ძალიან ძვირი უჯდება ყველას. ირანს ზავი სჭირდება, რათა შეწყვეტოს დარტყმები თავის ენერგეტიკასა და პორტებზე და შეაჩეროს ბანდერ აბასის განადგურება. ამასთან შეინარჩუნოს მთავარი კოზი ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი, რადგან გეგმა არ ითვალისწინებს ირანის უარს სრუტეზე გავლენაზე, არამედ მხოლოდ საზღვაო მიმოსვლის აღდგენას. ანუ ირანი ამბობს, კარგი, ცოტა ამოვისუნთქებთ, აღვდგებით, ძალებს მოვიკრებთ, მაგრამ ჰორმუზის სრუტეს არ დავთვალთ. აშშ ზავი 2 მიზეზის გამო სჭირდება და ორივე მაინც სისუსტეზე მიუთითებს და არა ძალაზე. პირველი მიზეზი ისაა, რომ არმია გამოფიტულია. საბრძოლო მასალა და ჩამჭერები არ ყოფნით და ამერიკული წყაროების თქმით, ხანგრძლივი კამპანიის გასამართად რესურსი აღარ აქვთ. მეორე მიზეზი ეკონომიკაა, რადგან დახურული ჰორმუზის სრუტე ნავთობის ფასებს ზრდის და შესაბამისად ბენზინსაც. და ძვირი ბენზინი ამერიკულ ბენზინგასამართ სადგურებზე ტრამპს ქვეყნის შიგნით აზარალებს. გახსენეთ, გუშინ ნავთობის ფასები კვლავ $4-ზე მაღლავიდა გალონზე. ზუსტად ამიტომ 10 დრიანი ზავი არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ იქ გაიმარჯვა. არა, ეს უბრალოდ პაუზაა, რომ ორივე მხარემ ამოისუნთქოს, მოიხსნას ყველაზე მწვავე ტკივილი და სცადოს მოლაპარაკების მაგიდასთან მიიღოს ის, რაც ბომბებით ვერ მიაღწია. ეს არის ესეთი მოხერხებული გზა, რომ გაკინოს კონფლიქტი იმ წერტილში, სადაც არც ერთი ღიად არ დამარცხებულა,
მაგრამ არც არავის გაუმარჯვია. ეხლა მოკლედ შევაჯამოთ. შუამავლებმა, კატარმა, ეგვიპტემ, პაკისტანმა და ომანმა მაგიდას დადეს 10 დღიანი ზავის გეგმა. არუზის სრუტის გახსნით და გრძელვადიან შეთანხმებაზე მოლაპარაკებებით. ფაქტობრივად ეს უბრალოდ დაბრუნება მემორანდუმთან, რომელიც ორივე მხარემ დაარღვია. ტრამპმა გადაწყვეტილება არ მიიღო. მის წინაშე არჩევანი ამ ზავსა და ისრაელთან ერთად დიდ ომს შორის და უახლოეს დღეებში გაირკვევა რა გაიმარჯვებს საბოლოოდ. ამავდროულად აშშ მეათე ღამეა ბომბავს ირანს. ირანი კი საპასუხოდ ურთხამს ქუვეითს, ბარეინს, იორდანიას და ომანის მახლობლად ტანკერებს. ამ ყველაფრის ფონზე კი არის ის, რაზეც ვაშინგტონი ურჩევნია არ ილაპარაკოს. ეს არის თითქმის 100 დაჭრილი 2 კვირის განმავლობაში. 2 ოფიციალურად დაღუპული, რომელთა სახელებიც უკვე დასახელებულია. და აღიარება იმისა, რომ არმიას უბრალოდ შეიძლება არ ეყოს რაკეტები და გადამჭრელი რაკეტები ხანგრძლივი ომისთვის. ზავი საჭირო არა იმიტომ, რომ ვინმემ გაიმარჯვა, ბრძოლებით. სწორედ იმიტომ, რომ ბრძოლებით არავინ გაიმარჯვა. და მათი ფასი ორივესთვის სულ უფრო ძვირი ხდება. ასე რომ მოდი დავაგვირდეთ თუ ასეთი ზავის წინადადებები გაჩნდა. ეს ნიშნავს, რომ ორივეს ძალები ამოწურული აქვს, გახდა აშკარა, რომ არც ერთი მათგანი პირველი არ დათმობს. ისე უნდა დასხდნენ და ისევ სცადონ შეთანხმება. ეხლა ცოტა უკან გადავახვიდეთ დრო, შეგახსენებ, რომ წლის დასაწყისში, როცა ტრამპი მხოლოდ გეგმაოდა თავის ომს ირანის წინააღმდეგ, მაშინაც ვამბობდი, რომ ირანი ოსტატურად ახერხებს მოლაპარაკებების გაწელვას. ეს მათი ძლიერი მხარეა. მათ შეუძლიათ მოლაპარაკებები წლების განმავლობაში აწარმოონ. და აი ახლა ფაქტობრივად მათ ტრამპი ამ ახეში გააბეს. და კიდევ რამდენიმე თვე ბოდიშით ასე გააჩერებენ მას. სანამ ტრამპი ან არ დანებდება, ან არ მოაწერს ხელს რომელიმე შეთანხმებას, რომელიც აშკარად ვერ მიაღწევს იმ მიზნებს, რაც მან დაისახა, მაგრამ რა თქმა უნდა თავის მხარდამჭერებს აუხსნის, რომ არა, ეს გამარჯვება. დახსენეთ, ამ დროისთვის დონალდ ტრამპმა 39-ჯერ განაცხადა, რომ მან უკვე მოიგო ომი ირანთან, ან რომ მისი ირანული ძალები სრულად გაანადგურეს. ასე რომ დასკვნები, როგორც ამბობენ, თავად გააკეთეთ. აქცერტილებს სვამ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.